დილამშვიდობის მეც მოგესალმებით. დღეს 25 დეკემბერია და კათოლიკური ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს. როგორც უკვე თქვით, ჩვენ ვიმყოფებით ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. დღეს 17 საათზე აქ მოსულ აუდიტორიისთვის შესრულდება საგალობელი ნანი იესოს. ეს არის მე-20 საუკუნის საგალობელი, რომელიც ყმა იესოსადმი მიძღვნილ იავნანას წარმოადგენს. თუმცა უფრო უკეთესად ამის შესახებ გვესაუბრება ჩემი მასპინძელი, როგორც თქვით, თეა მუქერია, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის კურატორია დილიდან ჩემთან ერთად. თეა, დილამშვიდობის და მოდი პირველ რიგში გითხარით, თვითონ ზაქარიას რა კავშირი აქვს ამ საგალობელთან? დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენს მუზეუმში, აღნიშნავთ ქრისტეს შობას, რომელსაც ზაქარია დაბადებიდან, ბავშვობიდან აღნიშნავდა, მოგეხსენებათ, თავად კათოლიკე გახლდათ და ეს არის საგალობელი, რომელსაც თავად პატარა ზაქარია ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში გალობდა. მის ავტობიოგრაფიულ ცნობებში არის ნახსენები, თავად იგონებს აი იმას, როგორ გალობდა ამ საგალობელს. შემდეგ ათწლეულები დაკარგული იყო ეს, უпростоრად არ ვიცოდით, სად იყო სანოტო მასალა და რამდენიმე წლის წინ თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ თანამშრომელმა ბაია ჟოჟუნაძემ სტამბოლის კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში მიაგნო, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა და აი დღეს აუდიტორიას შეუძლია უკვე ჩვენთან მოისმინოს ცოცხლად ეს საგალობელი, რომელსაც გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს სიმფონიეტას ორგანისტი ანა ქურდოვანიძე შეასრულებენ. აი ამ ნოტებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია მაყურებელს ვაჩვენოთ. ეს რა თქმა უნდა არის ასლი, თუმცა ჩვენ აი როდესაც გვექნება იმისი უფლება უკვე უფრო უკეთესი ფორმით გვინდა რომ ჩვენს მუზეუმშიდაც იყოს ეს ნოტები, იმიტომ რომ ძალიან სიმბოლური არის. მით უმეტეს თავად ზაქარია, როდესაც იგონებს მას, იმდენად კბილად იგონებს, რა თქმა უნდა, ეს მის ბავშვობას უკავშირდება და ძალიან ლამაზი და სათნო, ასე ვთქვათ, მელოდია არის, იმიტომ რომ ეს არის იავნანა, იესოს იავნანა, ფაქტიურად ესე რომ უფრო ზედმიწევნით აღწეროთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ მუზეუმისთვისაც, იმიტომ რომ მუზეუმში პირველად გაჟღერდება ეს ცოცხალი შესრულებით და ერთგვარად შეიძლება ვფიქრობ უკვე რომ ტრადიციაც დამკვიდრდეს იმისი, რომ ქრისტეს შობა ამ მუზეუმში 25 დეკემბერს ყოველწლიურად აღნიშნოთ სხვადასხვა ღონისძიებით. თეა, ვის შეუძლია დღეს რომ მოვიდეს და მე როგორც ვიცი, დასწრება თავისუფალია. დიახ, დასწრება თავისუფალია, ჩვენ აქ მოსულ სტუმარს შეუძლია მუზეუმის დათვალიერება, შემდეგ დაესწროს ძალიან ლამაზ საღამოს, მოისმინოს არა მხოლოდ ეს საგალობელი, სხვა სიურპრიზებსაც ვთავაზობთ და ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს, ვინც დღეს აღნიშნავს ქრისტეს შობას, აქედან ვისარგებლებ და ყველას მიულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს, ვისაც აინტერესებს ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება, იმიტომ რომ თავად ბაია ჟუჟუნაძეს ექნება მოხსენება ამის თაობაზე, თუ როგორ მიაგნო და ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის და მთელი ისტორიები, რაც ქართულ კათოლიკურ მრევლს და ზოგადად ჩვენ ძალიან ბევრი ქართველი კათოლიკე ცნობილი ადამიანი გვყავს და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ საინტერესოს შეიტყობენ და ზაქარია. ჩვენ მაყურებელსაც რომ გავუმხილოთ პატარა ინფორმაცია, როგორ მიაგნო ამ ნოტებს? თვითონ მკვლევარი არის და უბრალოდ ჩასული იქ რომელიც სხვა რაღაცას იკვლევდა, შემთხვევით აღმოჩნდა ისე, რომ მიაგნო, ანუ ამ სანოტო მასალის მოსაძებნად ნამდვილად არ იყო იქ ჩასული, უბრალოდ რაღაც არ ვიცი, შემთხვევითობა იყო ისეთი, რომ აღმოჩნდა, რომ ეს ნოტებიც იქ იყო და შემდეგ რა თქმა უნდა ამაზე კვლევა შედგა, რომ დაგვედასტურებინა, უბრალოდ მე არა ბაიას დაედასტურებინა, რომ ეს ნამდვილად წარმომიდგენია როგორი ემოციური ამბავი. და ეს ძალიან ემოციური იყო და არანაკლებ ემოციური დღე იქნება დღეს, ასე რომ ყველა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ველით დღეს 5 საათზე დიმიტრი ბაქრაძის 10 ნომერში ზაქარიას სახლში. ძალიან დიდი მადლობა, თეა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ
შევახსენებ, რომ დღეს 25 დეკემბერია, უკვე ახალი წელიც გვიახლოვდება და დღეს კათოლიკური სამყარო ქრისტესობას აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, ვინც იმყოფებით თბილისში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, დაესწროთ და მოისმინოთ ეს უნიკალური საგალობელი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, მე-20 საუკუნეს და ზაქარია ფალიაშვილს უკავშირდება. კიდევ ერთხელ კათოლიკეებს გილოცავთ დღევანდელ დღეს და ჩვენ დაგემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა.